ალექსანდრე ყაზბეგი, რჩეული მოთხრობები. ბერდია. რუსეთისკენ მიმავალი გზა, ამ 40 წლის წინად, მიდიოდა გუდამაყრის ხეობაზეთ. გადადიოდა ზამთარში ძნელს გასავლელს, ბურსაჭირის მთაზედ და ჩადიოდა სნოს ხეობაში. სწორედ ჩასავალში, თითქმის გაანგებ მგზავრთ მოსასვენად. ერთს მთიულს გაემართა სახლი. მოეწყო, რამდენადაც მოწყობა შეეძლო და იქ დამდგარიყო. ამ სახლს მაშინდელი მგზავრები, ვისაც ერთხელაც არის იქ გავლა შეხვედროდა, კარგად იცნობდნენ და ყველანი სვიმონას სახლს ეძახდნენ. ყველა გაჭირვებული, შეწუხებული ბუქისა და თოვლისაგან, გულის ზგერით მოელოდა იმ სახლის დანახვას, სადაც გულუხვის სვიმონას მასპინძლობა საარაკოდ ჰქონდათ გამხდარი. თვითონ სვიმონა იყო ხანში შესული ქვრივი, რომელსაც ერთი ქალის მეტი არა გააჩნდარა. მაგრამ ეს ქალი ისეთი ლამაზი და ნაზი იყო, რომ ბევრს განებიერებულს ბატონს ძილი გაუფთხო და გაშმაგებული საწამლავი გულში ჩაუსხა. ლამაზი და ცქრიალა, ყმაწვილი და სიცოცხლიცავსი ათერია. ასე ეძახდნენ იმ ქალს. ცხოვრობდა თავის მამასთან მარტოობაში, მაგრამ იმან მოწყენა არ იცოდა, რადგანაც სახლში იმოდენა მუშაობა იყო, რომ მოსაწყენად არც კი ეცალა. ერთ ზაფხულის საღამოს, როდესაც მთელი მთა ზურმუხტის მსგავსი საფენით არის ხოლმე მოფენილი და ზედ აჭრელებული ყვავილები კოხტად თავს უხრიან და ეალერსებიან ერთმანეთს, ათერა გავიდა მინდორზედ, რომ მოერაკა თავისი თხები, რომელნიც მარტო ძაღლის ანაბარად იქვე მახლობს ზოვდნენ ხოლმე. ძაღლი კარგი და გამოცდილი, თხები დაჩვეულნი, საძოვარიც მდიდარი და წყლით შემკული, თავისუფლად გაშვებული საქონელი შორს აღარ მიდიოდა. მაგრამ წარმოიდგინეთ ათერას გაკვირვება, როდესაც იმან ჩვეულებრივ ადგილს თხები ვეღარ იპოვა. ქალმა მოირბინა იქაურობა, მაგრამ ვერც ძაღლი და ვერც თხები ვერ ანახა. სცადა დასტვენა, დაძახება ძაღლისა, რომელსაც პატრონის ხმაზედ უეჭველად უნდა დაეყეფა, მაგრამ გარდა მთებისგან ქალის რამდენჯერმე გამეორებული ხმისა არა მოესმარა. რა იღა მეშველების? მამაიც შინარაა. წარმოსთქვა იმან და დაფიქრებულმა ტუჩებით ყვავილის ფურცლებს დაუწყო გლეჯა. გადგა რამდენიმე ნაბიჯი, თითქოს რაღაცამ გაუელვა თავშიო და შესდგა ისევ. მერე ერთბაშად გატრიალდა სახლისკენ. შევიდა შინ და რამდენიმე წუთის შემდეგ დამბაჩით ხელში გამოვიდა. კარებში კიდევ შესდგა, კიდევ რაღაცედაც დაფიქრდა. რაღაცა წაილუღლუღა და გაიღიმა. ამის შემდეგ გულადად და ძაღლის ძახილით გასწია მთისკენ. ქალი ეძებდა თხებს მთის ხვეულებსა და ხევებში. ადიოდა მთის წვერებზეთ და ისე გაერთო ამ საქმით, რომ დაღამება ვერც კი შეამჩნია. ერთბაშად იმას მოესმა ცხენის ფეხის ხმა, რომელიც იმისკენ მოდიოდა და ამან გამოიყვანა თავდავიწყებისაგან. ათერამ მაღლა აიღო თავი და შეამჩნია, რომ მთვარე კარგად მაღლა წამოსულიყო და გედსავით მიცურავდა სივრცეში. ტიალები, სად გადიღუპნენ? წამოიძახა ათერამ გულნაკლულად და გამობრუნდა გზისკენ, საიდანაც შინ უნდა დაბრუნებულიყო. ის გავიდა გზაზედ და მხედარიც მოუახლოვდა, მაგრამ კაცმა რა თვალი შეჰკრა ქალს, შეაყენა ცხენი, გაივლო თოფს ხელი და შესძახა. ვინა ხარ? მოვნე, თუ ძე ხორციელი. მოვნე რად ვიქნები? წმინდა გივარგიმ დასწყიას მოვნე. ჩემთან რა იხელი აქვს? უპასუხა ქალმა. მაშ ვინა ხარ ამ შუაღამისას? დააცქერდა კაცი, მაგრამ პასუხი აღარ დააცადა და გაკვირვებით წამოიძახა. აბაიმე, ათერაი, ბერდიაუ, შენა? ჰკითხა ქალმა, რა ხმაზედ იცნო. ჰო, მე ვარ, მაგრამ შენაქ რა იგინდა? ათერაისი, რა იგინდა ამ შუაღამისას? თხები დავკარგე და იმად დავეძებ. სვიმონა ისადღაა, რომ ამ უჟმურის დროს შენ გამოუგზავნი ხარ. შინარაა. სავაჭრო ჰქონდა რაიმე და ძაუქს წავიდა. ძაუქსა? რაღაცა ჩაფიქრებით და თითქოს რაღაცის გონებით იკითხა ბერდიამ და დაუმატა. როდის წავიდა? დღესა. მამაი რომ ძაუქს წავიდა, მოჯამაგირე განაიქარიყო? ის რა დარ გამოგზავნე? ისიც სტეფან წმინდამდინ ჩახვა მამას და ხვალამდე ვერ ამოვა. ბედშაო,
შეიბრალა ბერდიამ.